Deputati Media Vasadze პროკურატურას მოუწოდებს უმაღლეს საბჭოში მომხდარი ინციდენტი დაინტერესდეს, ხოლო მთავრობას ყოფილი 25 და 53 ბატალიონების ტერიტორიებზე წესრიგის დამყარების თხოვნით მიმართავს. Deputatis ეს რეაქცია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციას მოყვა, სადაც ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქის მცხოვრებლები რურუას ქუჩის მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები შეიჭრნენ. მათი მოთხოვნები დღეს კატეგორიული იყო. უმაღლესი საბჭოს შენობის წინ შეკრებილები ავთანდილ ბერიძესთან შეხვედრას და მედია ვასაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატმა ტელეეთერით არასწორი ინფორმაცია გააჟღერა და განაცხადა, რომ თვითნებურად შესახლებული 70 ოჯახი საჭიროებს ფართით დაკმაყოფილებას. მოგვიანებით ყოფილი 53 და 25 ბატალიონების ტერიტორიაზე შესახლებულებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა, სოციალურად აუცვლებმა და ეკომიგრანტების ნაწილმა ადმინისტრაციული შენობის ჭიშკარი შეამტვრიეს და ობიექტის შიდა პერიმეტრზე შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებთან უფლებადამცველი თამას ბაკურიძეც იმყოფებოდა. გადადგენ რა უნდათ, რისთვის მოვიდნენ? ჩამოხვალთ ხვილების მას არაფერს არ აკეთებენ. ან უნდა გითხრა, რომ ჩვენ კომპეტენციებში არ შედით. არ შემიშვებენ სახში თანხამაკ ხელზე. გავიწვავ თავს, სამი ბავშვით ვარ ქუჩაში ამ ზამთარში. გამოვიდეთ და დაელაპარაკოთ. დაგეხმარებით ან არ დაგეხმარებით. შეუძლიათ მათ დახმარება თუ არ შეუძლიათ. გავიგოთ, მეტი არაფერი. თუ ეხლა არ გამოვა, მე განვითარებულ მოვლენებზე აღარ ვაგებ პასუხს და ვიხსნი პასუხი ვიღებ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი და დავით ფაციკაძე შეხვდნენ, თუმცა შეკრებილებმა მათთან საუბარი არ ისურვეს. მედიას ველოდებით გამოვიდეს და დაელაპარაკოს ამ ხალხს. ხომ თქვა იტყუება ყველაფერს ამ საწოდავ ხალხი და რამე გვიდა? ახლა ამ შემთხვევაში ხო დეპუტატი ვარ და პრეტენზია ხო გაქვს რაღაცა. გამოვედი ხო? არ ვიცი მე გინდა გრიგორის ეს შეგამოდების ხილაკოვნა. ვისაც ვითხოვთ ივან გამოვიდეს, ქალბატონმა მედიამ და ბერიძემ გამომწამდეს და გამწამდეს. მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა აქციის მონაწილეებს და უფლებადამცველ სასაუბროდ შენობაში შესვლა შესთავაზეს, პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო შენობის წინ შეკრებილებმა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლეს და გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. რაც იყო მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და იმის საპროტესტოდ გადავკეტეთ 3 წუთით. მედია ვასაძე გვინდოდა და ან ავთანდილ ბერიძე. ადამიანი, რომელიც ოცნებას 80,000 ლარიან ჯიპზე და ამ დროს ბავშვები იხოცება იქ საცოდაობით. ქუჩის გადაკეტვის მიზეზი ის იყო, რომ ქალბატონი მედია ვასაძე და არც ავთანდილ ბერიძე არ გამობრძანდნენ გარეთ და ხალხს საპასუხოდ არ გაესაუბრნენ. ამიტომ ჩვენ სიმბოლურად გადავკეტეთ ქუჩა და შემდეგ კიდე გაგრძელდება ეს აქციები. საკანონმდებლო შენობის წინ მომხდარი ინციდენტი უკვე შეაფასა დეპუტატთა ნაწილმა. მედია ვასაძე აჭარის პროკურატურას მოუწოდებს მომხდარს სამართლებრივი შეფასება მისცეს. აჭარის მთავრობას კი მიმართავს სახელმწიფოებრივი წესრიგი დაამყაროს ყოფილი 25 და 53 ბატალიონების ტერიტორიებზე. კოლეგა მირჩია, როცა მე უკვე მოვემზადე გასასვლელად, რომ არ გავსულიყავ იმდენად რამდენადაც ეს იყო გავდა ვითარება ისეთ წმინდა პროვოკაციას და რომ ეს პროვოკაცია არ გაღრმავებოდა. მე არ მგონია, რომ აი ასე დანაშაულებრივად მოტივირებული ადამიანის და ერთი კაცის თამას ბაკურიძის მოთხოვნით მე დავტოვო თანამდებობა. უკანონო შემოჭრა მოხდა უმაღლეს საბჭოს ტერიტორიაზე, ეს უკვე ცუდი ფაქტია. ვიცი რომ იძულებული წესით სამთავრობო დაცვა იძულებული იქნება რომ სამთავროების მიხედვით და უკვე მიმართეს ამდენადაც ვიცი. სამწუხაროდ ის ვისიც პირდაპირ მოვალეობა უმაღლეს საბჭოს დაცვა მათ ვერ შეასრულეს ჯეროვანი მოქმედებები. საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ინციდენტი დეპუტატებმა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასეს.